დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, ეთერშია სოციალური ток-შოუ ვუსმენთ ერთმანეთს. მე ნინო მეუნარგია ვარ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. დღევანდელი გადაცემის საუბრის თემაა დედაქალაქის ბიუჯეტი და 2016 წლის პრიორიტეტები. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815.900.000 ლარით განისაზღვრა. რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც 735.700.000 ლარს შეადგენდა, გაზრდილია 80.200.000 ლარით. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, გამწვანების ღონისძიებები, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, რომელიც ტელეფონით გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დღეს ჩვენ დედაქალაქის ბიუჯეტსა და 2016 წლის პრიორიტეტებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით. მოგესალმები ჩვენს მსმენელებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ირაკლი, რამდენად პასუხობს 2016 წლის ბიუჯეტი მოქალაქეების ინტერესებს? საერთოდ როგორია ამ წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და რა ცვლილებები განიხილებოდა დღეს? ბიუჯეტის მოცულობა ცვლილებების შემდეგ იქნება დაახლოებით 830 მილიონი ლარი. ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის სოციალური მიმართულება, რომელიც შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად, ეს არის სოციალური დახმარებები და ასევე სამედიცინო კომუნალობების მხარდაჭერა, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია და თბილისში ძალიან ბევრი ბენეფიციარი ყავს. არის ასევე ინფრასტრუქტურა, მოგხსენებათ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამ კუთხით მასშტაბურია და ფინანსების მოცულობა, რადგანაც საჭიროებებია ბევრი. როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურაში, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თუ სხვადასხვა ტიპის მიმართულებებით. ამიტომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრიორიტეტია განათლება, კერძოდ ბაღების მიმართულება სკოლამდელი აღზრდა, რომელიც მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა და ბაღი ერთის მხრივ, ბაღების მშენებლობა და მეორეს მხრივ გაუმჯობესება იმ პირობების, რომელიც ბაღებში არსებობს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებად რჩება. ასევე გამწვანების ღონისძიებები, რომელიც ბუნებრივია, ქალაქს ჭირდება, ერთი არის მოვლა-პატრონობის მიმართულებები და მეორე ახალი სარეკრეაციო და ზონების შექმნა და ახალი პარკების მშენებლობა. ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც ეფუძნება თბილისელების ძირითად დაკვეთას. ეს არის მიმართულება, რაც ამ ეტაპზე არის საჭიროებების კუთხით გამოვლენილი თბილისში. დღევანდელი ცვლილებები იყო ძირითადად რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზარდა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით მაჩვენებლები და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ის ნაშთი, რომელიც დარჩა 2015 წელს და ეს იყო დაახლოებით ბიუჯეტის 3% მხოლოდ, საკმაოდ მაღალი შესრულება იყო 2015 წელს, ამ ნაშთის გადანაწილება მოხდა. ეს არის დღევანდელი ცვლილებების მთავარი ამსახველი წერტილი ბიუჯეტის ნაწილში. ასევე იცვლება იქ სოციალური ვაუჩერის დაფინანსების მიმართულება, რომელიც ოპტიმიზაციაც ხდება და ბუნებრივია ეს დანაზოგი გარდაიქმნება შემდეგ უფრო აქტიურ და პრიორიტეტულ მიმართულებაში. ბიუჯეტში განსაკუთრებულად გაზრდილია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. კონკრეტულად მაინტერესებს რომელ პროექტებზეა საუბარი და რომ გითხრათ დეტალურად რამდენი დაიხარჯება ამ პროექტების განხორციელებაზე? დღევანდელ ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმაში ზის რამდენიმე, ასე რომ ვთქვათ, ათეული გზის კაპიტალური შეკეთება, ასევე რამდენიმე ახალი გზის მშენებლობა მოხდება. ერთი არის თუნდაც იქ ვაშლიჯვრისთან მეფხი და მოხმის ძეგლამდე ჩამომავალი გზის თემა, რომელიც დაახლოებით 5 მილიონ ლარამდეა. არის წანის შინდისის გზა, რომელიც ასევე 5 მილიონ ლარამდეა. ეს ახალი გზები, რაც მოხდება, ასევე ძალიან ბევრი გზის კაპიტალური შეკეთება დაგეგმილი. სამწუხაროდ ახლა სულ ჩამონათვალით თან არ მაქვს დეტალურად, თუმცა ეს ინფორმაცია ღიაა და დეტალურად შეიძლება ამაზე საუბარი. და ასე რომ ვთქვათ, ეს არის ინფრასტრუქტურულ ნაწილში ბევრი მიმართულება, სატრანსპორტო მიმართულება კიდე ცალკე თემა, ამაზეც დაგეგმილია ამ კუთხით ვაგონების მოდერნიზაცია, რომელიც უკავშირდება მეტროს ვაგონებს, დაგეგმილია იგივე რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაცია, ასევე ახალი გაზშემკრების მშენებლობა, რომელიც იმაზე გასაყრელზე უნდა მოხდეს, რომელიც ლილოშია და სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს და იქ მნიშვნელოვანი ამ კუთხით მისი უფრო ეფექტურად გამოყენება. ეს არის თემები, რომელიც არის ინფრასტრუქტურულ ნაწილში. რა თქმა უნდა ეს ბევრია, მაგრამ მე ასე ვთქვათ, რამდენიმე მთავარი აღნიშნე, რომელიც
დიახ. მნიშვნელოვანი. გასაგებია, დამატებითი პროექტების განხორციელებაზეც რომ ვისაუბროთ, რომლებიც ბიუჯეტში ჩადებული არ არის, გულისხმობ კერძო ინიციატივებსა და დონორების მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს, რა განიხილება ამ კუთხით? ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და დიდი წილის მქონე არის ავტობუსების პროექტი თბილისში, რომელიც ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მიმდინარეობს. ეს არის 175 ერთეულ ავტობუსზე 30 მილიონი ევროს მიერ EBRD-ის ხარდაჭერით გამოყოფილი სასახო თანხა, რომელიც დაახლოებით სექტემბრისთვის უკვე ჩვენ დავყავდეს ახალი ავტობუსების პირველი ნაწილი ამ თბილისში. გარდა ამისა ვაპირებთ ავტობაზის მშენებლობას, რომელიც სწორედ უნდა მოიმსახუროს აი ამ ავტობუსების პარკს და აქაც ჯერჯერობით ეს ბიუჯეტში ასახული არ არის, მაგრამ ვეძებთ რესურსებს და ასევე დონორებთან ურთიერთობის ნაწილში. დონორებთან ურთიერთობის ნაწილის თემა ასევე რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი და ასევე მიმართულებები, რომელიც უკავშირდება იგივე რამდენიმე ქუჩის განათების პროექტს, იგივე ავტობუსების სპეციალური ხაზების პროექტს და ასე შემდეგ. მოკლედ დონორებთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ასევე დასუფთავების მანქანების შეძენა, რომელიც ასევე დონორებთან ურთიერთობის შედეგად გვინდა განახორციელოთ და მოკლედ ეს ერთ-ერთი ძალიან აქტიური მიმართულებაა ჩვენის კუთხით, რომ საჭიროებებს უპასუხოთ, რომელიც ჩვენი რესურსი არ ყოფნის და საჭიროა ესე ვთქვათ დონორების ხარდაჭერა. როდესაც ახალი ავტობუსების შემოყვანაზეა საუბარი, რა ტიპის ავტობუსებზეა კონკრეტულად აქ აქცენტი და როგორი იქნება ეს ავტობუსები? მე რამდენიმე მახასიათებელს გეტყვით, რომელიც ძდებს საკვალიფიკაციო მონაცემებში. ეს უნდა იყოს საკმაოდ მაღალი ხარისხის, რადგანაც მოთხოვნები ძალიან მკაცრია. კომფორტული და უსაფრთხო ავტობუსები, საწვავის ტიპი არის ბუნებრივი აირი, რადგანაც ბოლო ტრენდი, რასაც ქვია იგივე ევროპაში, განვითარებულ ამერიკის ქვეყნებში, სწორედ ამ კუთხით ხდება განვითარება, რადგანაც ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ეკონომიური, სხვა ალტერნატიულ საწვავის ტიპებთან შედარებით ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კონკრეტული კვლევები, რომელიც ამას ადასტურებს. ამიტომ ამ 75 ავტობუსზე სწორედ ესეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, ეს ხდება ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ერთ-ერთი ასე ვთქვათ კარგი იქნება თუ იქ ამ კუთხით იქნება ევროპული ბრენდი რომელიმე, თუმცა ეს სატენდერო მონაცემები ღიაა და ვნახოთ ჩვენი იქ ჩაწერილი საკვალიფიკაციო მონაცემებით, ფიქრობ რომელიც BRD-ის მიერ დაქირავებულმა საექსპორტო კომპანიებმა გააკეთეს, ფიქრობ რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტობუსებს მივიღებთ თბილისში, ეს 12 მეტრიანი ავტობუსები, რომელიც რა თქმა უნდა მართლაც იქნება საკმაოდ კარგი, კომფორტული თბილისელებისთვის, როდესაც მათი შემოყვანა მოხდება. დიახ, გასაგებია ეს ავტობუსები კომფორტული იქნება თბილისელებისთვის და რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, იქნება ადაპტირებული ეს მთავარი მოთხოვნა ამ ავტობუსებისთვის. დიახ. 2016 წელს თბილისის მეტრო სისტემის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია იწყება, იგეგმება 6 სადგურის რეაბილიტაცია, 19 ვაგონის მოდერნიზება, თქვენ უკვე ბრძანეთ. დედაქალაქის მთავრობამ ასევე წარმოადგინა შემოვლითი რკინიგზის პროექტის ახალი ვარიანტი. რა ვადებში იგეგმება პროექტის განხორციელება და რას გულისხმობს ეს პროექტი, ვრცლად რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება? თქვენ უკვე ისაუბრეთ, რომ აღნიშნეთ მეტროსთან დაკავშირებული საკითხები და გიდასტურებთურია. რაც შეეხება რკინიგზის თემას, თვითონ საქართველოს რკინიგზის მიერ მომზადდა რა გადამუშავდა ის თავდაპირველი პროექტი, რომელიც გაჩერებული იყო და ახალი პროექტის მიხედვით რამდენადაც მე ვნახე ის ძირითადი პარამეტრები საკმაოდ გაუმჯობესებულია იქ თანახარჯებთან მიმართებაში და ზოგადად ოპერირებთან დაკავშირებული ხარჯები, ან ბევრად უფრო უკეთესი პროექტია, 3 სცენარი განიხილება და გადმოცემულია თბილისის მერიისთვის, ჩვენ გადაცემული გვაქვს ეს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის და მათი ერთიან კომპლექსში მოხდება ამ 3 სცენარის განხილვა და სადღაც ალბათ როცა მზად იქნება გენერალური გეგმა, მაშინ გვესოდინება რომელი მიმართულებით ხდება განვითარება. იქ არის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც გულისხმობს რკინიგზის სრულად გადატანას ქალაქის ცენტრიდან, ნაწილობრივ გადატანას და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ქალაქი ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად მოგებული დარჩება, ვიდრე არის დღეს. რაც შეეხება ვაუჩერების თემას, დამეთანხმებით ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. რამდენადაც ცნობილია კომუნალური ხარჯების დასაფარად გათვალისწინებული 20 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსების წესი იცვლება. საინტერესოა, ვინ მიიღებს 2016 წელს ამ დახმარებას და რამ განაპირობა ეს ცვლილება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200,000 სკოლაზე ნაკლები აქვს. თუ შეიძლება ისაუბრეთ ამაზე. კი ბატონო, ეს განპირობებულია ცვლილება იმით, რომ
ხარჯები ბიუჯეტის მხრიდან იყოს ბევრად უფრო მიზნობრივი და ბევრად უფრო პირველად საჭიროებებზე ორიენტირებული. და წარმოიდგინეთ, ახლა დღეს თბილისში ცხოვრები ყველა ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას ვაუჩერების სახით. რაც ვფიქრობ, რომ არასწორია გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის მე ძალიან ბევრი ბიზნესმენი, ძალიან ბევრი მაღალჩამოსავლიანი პირი სარგებლობს და ბევრმა არც კი იცის ამ შეღავათის შესახებ. მაშინ როდესაც შეიძლება სხვებისთვის ეს ბევრად უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი იყოს, ან ეს ფული მოხმარდეს ისეთ პროექტებს, რომელიც აისახება თუნდაც იმ ადამიანებზე, რომელიც ამ ცვლილების შედეგად რჩება ამ 200,000-იანი ზღვარს მიღმა. 200,000-იანი ზღვარი ეს არის საკმაოდ მაღალი ქულა, რომელიც საშუალოზე მაღალი შეძლების მქონე ადამიანია, ხა თუნდაც საკუთარ არასწორი შეფასების გამორჩენილი ეს უკვე ცალკე საგანია და ამაზე მოხდება რა თქმა უნდა რეაგირება, მაგრამ მთლიანობაში ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია შემოსავლის და კონებრივი მდგომარეობის კუთხით. ამიტომ ყალიბდება ესე ვთქვათ მიდგომა ესე თუ 5 თვის განმავლობაში იყო წელიწადში ვალფერის გაცემა ეს რჩება და გრძელდება 5 თვის განმავლობაში 70,000 ქულაზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები რომლებიც სოციალურად აუცილებელი არიან მიიღებენ დაახლოებით წელიწადში 500 ლარზე მეტს ამ დახმარების კუთხით, ხოლო 70,000-დან 200,000 ქულამდე იქნება დაახლოებით 105 ლარის მოცულობით წელიწადში. რაც ვფიქრობ, ამ ადამიანებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება 200,000 ქულის ზემოთ, აქ უკვე ვაუჩერის მოქმედება აღარ იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ვაუჩერისგან დაზოგილი თანხა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია და არის 14 მილიონი ლარის ფარგლებში, მათი გადანაწილება მოხდება სხვადასხვა სამედიცინო ხარდაჭერის პროგრამებზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, ამას ძალიან დიდი მოხმარებელი ყავს და მათ შორის იმ ოჯახებზეც, ვინც დაუშვათ ჩაუნაცვლდება ეს დახმარების მაჩვენებელი. ამიტომ ეს მიდგომა მე ვფიქრობ არის სწორი, გამართლებული, ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ კუთხით სწორედ ეს არის ასახული ახლა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში. და ჩვენი საუბრის ბოლოს ქალაქის გამწვანების ღონისძიებების გეგმებზეც კითხავთ. ვიცით რომ 20-ზე მეტი სახეობის 12,000 დეკორატიული ბუჩქის და მილიონი ყვავილის დარგვა. ასევე 20,000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარის მოწყობა იგეგმება. კიდევ რა სიახლეები ამ მიმართულებით? სიახლეები თქვენ სწორად აღნიშნეთ, გამწვანების გეგმა უკვე არსებობს. დიახ. და ეს არის დაახლოებით 180,000 ხე, რომელზეც ტერიტორიები უკვე გამოყოფილია და ეს იქ მოხდება რგების განხორციელება. ყვავილები ახალი თემაა და მათთვის ძირითადად ცენტრალური უბნების განაშენიანება მოხდება, ესეც მნიშვნელოვანია. ასევე დაგეგმილია ბაღების, სკვერების მოწყობა სხვადასხვა რაიონული გამგეობების ტერიტორიებზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენ რამდენიმე წლის ბოლოს მივიღებთ საკმაოდ კარგად გამწვანებულ თბილის სხვადასხვა უბნების მიხედვით. დიახ. და კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება, ქალაქის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შემცირების მიზნით თვესაუწყობო სტრუქტურების ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო და მოდით შესაძლებელია ალბათ ვცლად ვისაუბროთ ამ თემაზე. ეს ოპტიმიზაციის თემებს შეეხება, ხო? დიახ. კი ბატონო, ჩვენ აღებული გვაქვს კურსი, რომელიც გულისხმობს თბილისის მერიაში სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციას. დიახ. რადგანაც თბილისის მერია არის საკმაოდ დიდი სტრუქტურული ერთეული და ძალიან ბევრი პროგრამა მიმართულება, რომელიც შეიძლება ამ კონსოლიდაციის შედეგად იყოს ბევრად უფრო ეფექტური მართვის კუთხით, ასევე მოგვცეს ფინანსური დანაზოგი. ამ ეტაპზე რაც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს არის დაახლოებით 4 შეფასების გაერთიანება, რომელიც მუნიციპალურ სერვისებს ახორციელებენ და ამის შედეგად ბიუჯეტის დანაზოგი წელიწადში 3 მილიონი ნახევარი ლარის ფარგლებში იქნება. მეორე არის ეკონომიკური პროფილის სტრუქტურების გაერთიანება და ერთი ქუდის ქვეშ მოქცევა, კერძოდ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ექცევა ეკონომიკური განვითარების სამსახურის სტრუქტურაში და ამის შედეგად ჩვენ წელიწადში ვიღებთ მხოლოდ ადმინისტრაციულ ნაწილში დაახლოებით 2,3 მილიონის ეკონომიას და პროგრამულ ნაწილში დაახლოებით ასევე 2,7 მილიონის ეკონომიას. ამ ჯამში დაახლოებით ჩვენ ამ სტრუქტურული ორგანიზაციების შედეგად 8 მილიონზე გავდივართ წელიწადში. და აქ არის ასევე ძალიან ბევრი კულტურის მიმართულებები, განათლების მიმართულებები, სადაც ასევე უნდა განხორციელდეს ეს თემები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მეგისურვებთ წარმატებებს, მსმენელს კი შევახსენებ. გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი იყო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.
რომელიც ჩვენ ტელეფონით ჩაგვერთო, ჩვენ დედაქალაქის ბიუჯეტსა და 2016 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მილიონ 900.000 ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც 735 მილიონ 700.000 ლარს შეადგენდა, გაზრდილია 80 მილიონ 200.000 ლარით. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, გამწვანების ღონისძიებები, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, ჩვენ ვუსმენთ რადიო ემედის სოციალურ ток-შოუს ვუსმენთ ერთმანეთს, ხოლო გადაცემის საუბრის თემა გახლავთ დედაქალაქის ბიუჯეტი და 2016 წლის პრიორიტეტები. გადაცემის მეორე ნაწილში თბილისში არსებული მედიათეკების შესახებ ვისაუბრებ და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელი გურამ ნიკოლაშვილი. ასე რომ დაგველოდეთ, ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ახლა რეკლამის დროა რადიო ემედის ეთერში. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. მე კვლავ მოგესალმებით, ეთერშია სოციალური ток-შოუ უსმენთ ერთმანეთს, ნინო ვარ მეუნარგია. დღეს ჩვენი გადაცემის საუბრის თემა იყო დედაქალაქის ბიუჯეტი და 2016 წლის პრიორიტეტები. გადაცემის პირველ ბლოკის სტუმარი გახდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, რომელიც ტელეფონით ჩაგვერთო ჩვენ დედაქალაქის ბიუჯეტსა და 2016 წლის პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, გამწვანების ღონისძიებები, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, პირდაპირ ეთერის ტელეფონი ჩართულია 292 11 88 292 11 99. ახლა კი ჩვენ ვისაუბრეთ თბილისის მედიათეკებზე. რას ნიშნავს ტერმინი მედიათეკა? პირველად მე-20 საუკუნის საფრანგეთში გაჩნდა ეს ტერმინი და გულისხმობს კულტურულ საინფორმაციო სივრცეს, რომელშიც კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები გამოიყენება. მედიათეკა ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. ეს არის ადგილი, სადაც წიგნის კითხვისა და განათლების მიღების გარდა ადამიანებს კომუნიკაციისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში ჩაბმის საშუალება ეძლევათ. სწორედ ამით განსხვავდება მედიათეკა ტრადიციული ბიბლიოთეკისგან. თბილისის მედიათეკების გაერთიანებას ახალი დირექტორი ჰყავს. როგორია მისი ხედვა და გეგმები თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ? ამას სწორედ ახლა მოვისმენთ და წარმოგიდგენთ გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარს, მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელს გურამ ნიკოლაშვილს. მოგესალმებით, ბატონო გურამ. გამარჯობათ. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ბატონო გურამ, გვაინტერესებს უპირველეს ყოვლისა, გვესაუბროთ თქვენ სტრატეგიასა და ხედვების შესახებ. მოგიხსენებათ, რომ თბილისში უკვე მე-3 წელია, მარტის ბოლოს შესრულდება 3 წელი, რაც გაიხსნა თბილისის მედიათეკების გაერთიანება, რომელიც ამ დროისთვის მოიცავს 2 ფილიალს. ერთი არის ვაკეში, ვაკის პარკში და მეორე ვარკეთილში, ცენტრალური გზის მიმდებარედ. დაგეგმილია კიდევ ერთი ფილიალი ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა პარკში, მშენებლობის სტადიაშია და წელს დაგეგმილია წლის ბოლოს მისი გახსნა და კიდევ გეგმით გათვალისწინებულია მინიმუმ 2 მედიათეკის გახსნა სხვადასხვა უბნებში. აქედან გამომდინარე, უკვე 3 წელი გახდა, რაც ეს არსებობს და ყავს უკვე საკმარისი რაოდენობის მომხმარებელი, წინა მენეჯმენტმა, ესე ვთქვათ, საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მედიათეკებს დაემკვიდრებინა ადგილი, გასჩენოდა მას მომხმარებელი და დღეს ქალაქის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ საჭირო იყო უფრო ახალ ეტაპზე გადასვლა, გარკვეული ხარვეზების და პრობლემების დაძლევა, რაც არსებობდა ამ გაერთიანებაში და მისი საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაფართოება. ჩვენი ხედვა, რომელიც მე 4 შაბათს საუბრობის ხდომაზე წარუდგინე ქალაქის ხელმძღვანელობას, ეხებოდა ზუსტად ამას, რაც თავარია ლევანდელი წლის ზუსტად გამოწვევა ის, რომ ნაძალადევის მედიათეკის ფილიალი გაიხსნას რაც შეიძლება ის ზედმიწევნით კარგად. ანუ ის რაღაც გარკვეული ინფრასტრუქტურული ხარვეზებით თუ მისი დაკომპლექტება არ შეიცავდეს სხვადასხვა პრობლემას. დიახ, მოდით ჩვენს უთხრათ, რითი განსხვავდება მედიათეკა ტრადიციული ბიბლიოთეკისგან? მედიათეკებს უფრო გააჩნია გარკვეული მულტიფუნქციური პლატფორმა აქვს, ტრადიციული ბიბლიოთეკები ესე ვთქვათ, უფრო აგებული არის წიგნის კითხვაზე, შეიცავს წიგნად ფონდს. მედიათეკაში კი მოცემულია სხვადასხვა საინფორმაციო რესურსები. აქ არსებობს პირველ რიგში გარდა ჩვეულებრივი წიგნებისა მომხმარებელს ხდომა აქვს ელექტრონულ საბიბლიოთეკო ფონდებთან და ამ რესურსებთან. გარდა ამისა, თბილისში ჯერ ეს არ არის განვითარებული, მაგრამ ფოტო, აუდიო, ვიზუალური ფონდების ხელმისაწვდომაც არსებობს.
საერთოდ ისეთ იმ კონცეფციაში, რასაც მედიათეკა ეწოდება და რაც თავარია ეს არის ისეთნაირად მორგებული სივრცე, რომელიც ძალიან არის ადაპტირებული ესეთ მომხმარებლის მოთხოვნას და გარდა ამისა აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა პრეზენტაციების, ღონისძიებების, ჩვენებების გამართვის. შესაბამისად, შიდა გარემო ეს თვითონ ეს სივრცითი მოწყობა ძალიან ხელსაყრელია ამგვარი ღონისძიებებისთვის და მთლიანად მომხმარებლისთვის. განსაკუთრებით თბილისის შემთხვევაში ეს დაწესებულებები განთავსებული არის ისეთ სივრცეებში, სადაც პარკებია და კიდევ უფრო მეტად იზიდავს ამ მომხმარებას თავისი გარემოც. და რაც თავარია, შემდეგ აი ამგვარი მიდგომა მით უმეტეს ახალგაზრდა მომხმარებელს, მკითხველებს, ბავშვებს განაწყობს იმისთვის, რომ იზიდავს წიგნისკენ, შემდეგ ისინი ხდება მათი დაინტერესება, მათი мотивация მაღლდება და უკვე ხდებიან ჩვეულებრივი ბიბლიოთეკის მომხმარებლები. რაც არის ძალიან დღესდღეობით თანამედროვეობაში ძალიან სასურველი. დიახ, საინტერესოა რა მოთხოვნაა საზოგადოებისგან და საერთოდ ვინ არიან ძირითადი მომხმარებლები? ყველა ასაკის მომხმარებელი ყავს მედიათეკებს, თუმცა განსაკუთრებით აქტიურობენ პატარები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან სპეციალურად მოყავთ კიდევაც. გარდა აი ამ სივრცითი მოწყობისა და წმინდა ისეთი საბიბლიოთეკო სერვისის მიწოდებისა, ძალიან მნიშვნელოვანი დანიშნულებაა მედიათეკის თვითონ ის შიდა ღონისძიებების ორგანიზება, რაც იქ ეწყობა თვითონ რაღაც სპეციალური თანამშრომლობის ძალისხმევით. აი ეს ღონისძიებები და ამ ფარგლებში მოწვეული სტუმრები უკვე ღებულობენ იმ დაინტერესებას, რაც მათ იზიდავს. ამიტომ პატარების მოყვანა ხდება სკოლიდან სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა და ძირითადად ამის შემდეგ უკვე ახალგაზრდები. ახალგაზრდები არიან ყველაზე მეტად დაინტერესებული. გასაგებია და მაინტერესებს ადაპტირებულია თუ არა. ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ახალგაზრდებს შეუძლიათ თუ არა თქვენს მედიათეკაში მოხვდა? კი, შეუძლიათ, განსაკუთრებით პირველი სართული ხელმისაწვდომია, ის ფილიალი, რომელიც ნაძალადევში შენდება მთლიანად ორივე სართულზე ასვლა არის პირდაპირ პანდუსებზე აგებული, ამიტომ ეს შენდება თანამედროვე არქიტექტურით და არის ძალიან ისეთი რა ქვია მიმზიდველი გარდა ამისა არქიტექტურალადაც გამორჩეული. ყოველი შემდეგი მედიათეკა შენობა რაც აშენდება ამ ხრივ იქნება კიდევ უფრო და უფრო დახვეწილი. რადგანაც ის რაღაც პატარა გარკვეული პრობლემები რაც სხვა შენობებს ახდა ყოველ ჯერზე ხდება მათი გამოსწორება. დიახ, როგორ უნდა მოხვდეს დაინტერესებული ადამიანი თქვენ სივრცეში? ჩვენ სივრცე პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მედიათეკას გააჩნია თავისი ვებგვერდი, რომლის განახლებას ჩვენ ახლა გეგმავთ, ძალიან მარტივი რომ იყოს დარეგისტრირებაც, ინფორმაციის მიღებაც, მოძიება, კონკრეტული მისამართის, ღონისძიებათა კალენდარის, რა დროს რა ღონისძიება იმართება და გარდა ამისა, ამის მისამართი ჯერ ორია და ცნობილია. ვაკის პარკში ყველა მიცის სადაც არის და იქ მოგლება ძნელი არ არის და ვარკეთილში უფრო მაინც იქაური რაიონის და მიმდებარე რაიონების მომხმარებელზეა გათვლილი. და ბოლოს როგორ უყურებთ ამ გაერთიანების მომავალს და გაიზრდება თუ არა ფილიალების რაოდენობა? ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გავზარდოთ შინაარსობრივი ამ ღონისძიებების დატვირთვა. თვითონ ეს მედიათეკა უნდა გახდეს უფრო გახსნილი, მულტიფუნქციური, გათვლილი იყოს უფრო მეტ მომხმარებელზე, რაც სწორედ ღონისძიებათა სიმრავლით უნდა იყოს მიღწეული და იქ უნდა ამისგან შედგეს რაღაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური და კულტურული და საზოგადოებრივი პლატფორმა. უნდა გაკეთდეს ამისგან, სადაც ეს იქნება ძალიან ბევრი ადამიანის დაინტერესებული ადამიანის თავშეყრის ადგილი. აი ეს წარმოგვიდგენია ჩვენ და დაიტვირთოს უნდა უფრო მეტად ღონისძიებებით და მისი ქსელით გაფართოება. შემდეგ იქ დაგროვილი გამოცდილების გადაცემა უკვე შეიძლება თქვა იგივე ბიბლიოთეკებისათვის, იგივე სხვადასხვა ახალგაზრდული ცენტრებისთვის, თუ როგორ შეიძლება მართვა ესეთი სივრცეების იმგვარად, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს დაინტერესება, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში ესეთი საზოგადოებრივი სივრცეები ძალიან იზღუდება და უფრო ნაკლები ხდება და აი ამგვარად სწორედ აი მწვანე ზოლში გაკეთებული ესეთი შეკრების ადგილები ძალიან მნიშვნელოვანია. იმასთან ერთად რომ ამას აქვს თავის ტრადიციული დანიშნულებაც, ინფორმაციის მიღების, ცოდნის გადაცემის და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. მადლობა გისურვებთ წარმატებებს, მსმენელს შევახსენებ. სატელეფონო ხაზზე იყო მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელი გურამ ნიკოლაშვილი. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, პირდაპირ ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88, 292 11 89.
შეგახსენებთ ისევ, რომ მედიათეკა ეს ტერმინი პირველად მე-20 საუკუნის საფრანგეთში გაჩნდა და გულისხმობს კულტურულ საინფორმაციო სივრცეს, რომელშიც კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები გამოიყენება. მედიათეკა ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. ეს არის ადგილი, სადაც წიგნის კითხვისა და განათლების მიღების გარდა ადამიანებს კომუნიკაციისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში ჩაბმის საშუალება ეძლევათ. სწორედ ამით განსხვავდება მედიათეკა ტრადიციული ბიბლიოთეკისგან. თბილისის მედიათეკების გაერთიანება თბილისის მერიის ინიციატივით დაარსდა, ხოლო ოფიციალურად 2013 წლის 29 მარტს გაიხსნა. ამ დროისთვის ფუნქციონირებს ორი ფილიალი ვაკესა და ვარკეთილში. ორივე შენობა ამავე უბნების პარკებშია განთავსებული და 2000-მდე წევრს აერთიანებს. სტატისტიკის მიხედვით ბიბლიოთეკაში ყოველთვიურად 100-მდე ადამიანი წევრიანდება, რაც დამეთანხმებით ნამდვილად მისასალმებელია. ხოლო ამ თემაზე მე ჩვენ გვესაუბრა სატელეფონო ჩართვა ჰქონდა მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელთან გურამ ნიკოლაშვილთან. შეგახსენებთ, დღეს ჩვენი გადაცემის საუბრის თემა იყო დედაქალაქის ბიუჯეტი და 2016 წლის პრიორიტეტები, რაზეც ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემ ბატონმა ირაკლი ლექვინაძემ და მინდა ისევ აღნიშნო, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815,900,000 ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც 725,700,000 ლარს შეადგენდა, გაზრდილია 80,200,000 ლარით. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, გამწვანების ღონისძიებები, ჯანდაცვა და სოციალურად უზრუნველყოფა. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, ამით დღევანდელი ეთერი დასრულდა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.